მოგესალმებით. მინდა საზოგადოებას გაუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსალაძე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომართა გუშინ, რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავახადო ბატონ ირაკლი ქარსალაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ხარინარჩენების მართვის, საგანთულო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ირაკლის ძალიან დიდი მადლობა გადავახადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა. მე მინდა წარმოგიდგენოთ ბატონ ირევას სოხაძე, რომელიც დაინიშნება დაინიშნა უბრალოდ ინფრასტრუქტურის მინისტრად. ბატონ ირევას სოხაძე მოგეხსენებათ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი. მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. ირევას სოხაძე წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან ბატონ ირევაზე არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მე მინდა ბატონ რევას უსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე. მინდა პირველ რიგში სიტყვა ვთხოვო ბატონ ირაკლის და კიდევ ერთხელ მადლობა მას საქმიანობისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში ბატონ პრემიერ-მინისტრო უღრესი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილისის ტყვებისთვის. რა თქმა უნდა, წილად ხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად ოცნების გუნდს და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო დაწინაურებული და კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ამ მიზნის მიღწევა და ამ ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი და ბუნებრივია მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თითოეულ ჩემ კოლეგა მინისტრს, მათ მოადგილეებს, რა თქმა უნდა სამინისტროს ყველა იმ ადამიანს, სამინისტროების, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და ამ ძალისხმევით ხდებოდა სწორედ ამ შედეგის მიღწევა. ბუნებრივია ძალიან დიდი მადლობა საპარლამენტო გუნდს, ბატონი შალვა ბაბუაშვილის ხელმძღვანელობით და თითოეულ დეპუტატს, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად იყო ჩართული. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ პროფესიონალს, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა და მუშაობს და მხარდამხარ ვახორციელებდით ამ საქმეს. რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რა თქმა უნდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ხარინარჩენების მართვის კომპანიის, ყველა კონტრაქტორს და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც ასრულებდა ღირსეულად, წესიერად და პატიოსნად ყველა იმ საქმეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ასეთი უპრეცედენტო ნამდვილად პროექტების განვითარების, ასე ვთქვათ, ეტაპი გადავლახეთ და რა თქმა უნდა გრძელდება ეს ყველაფერი, რაშიც ბუნებრივია ბატონ რევას მინდა დიდი წარმატება უსურვო, გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც ამ პროექტებს გააჩნია. მიმდინარე არის ბევრი, ასევე ბევრი ახალი პროექტი, შესაბამისად დიდი წარმატება თქვენ და ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ჩვენს გუნდს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულშემატკივრობდა და ასევე ობიექტური, ასე ვთქვათ, კრიტიკით გვავსებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ყოფილიყავით. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონო პრემიერ-მინისტრო გამოცხადებული ნდობისთვის. მე კარგად მესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში თუ რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მეერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს წლების განმავლობაში მე მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მთელ გუნდს თქვენ ამ ნდობისთვის და იმედია რომ ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება. Piavga gilotsav კიდევ ერთხელ ყველას. დღეს ოფიციალურად გადმოგცემ საკუთრების დამადასტურებელ მოძღვრებს. ვიცით რომ დიდი ხანია ელოდებოდით. ჩვენ აპირება მოგეცით და ვასრულებთ ჩვენს განაპირებს. ახლა ინდივიდუალურად გამოვაცხადებთ სახელებს, გვარებს და შეგეძლებათ გამოგზავნდეთ და მიიღოთ ჩვენი საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ. მშვიდობა გქონოდეთ, კეთილდღეობა, ბედნიერება არ მოხლებოდეთ თქვენს ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. შეგო დავიწყოთ. ბატონი შორენა ხაინდრავა. ბატონი ანა ხაბალაშვილი. თამარ კალმახელიძე. ბატონი თამარი. ბატონი გულისა გრიგალაშვილი. მინაია გულიევი. ბატონი მალხაზ კუკავა. მარიამ ჭუმბაძე, ბატონი მარიამ ჭუმბაძე. ნონა კოპაძე. ვაგრძელებთ ჩვენს დაპირებას. ეს არის პროგრამა, რომელიც თვალისწინებს იმ საცხოვრებელი ბინების და ფარფლების დაკანონებას, სადაც ადამიანები ათეული წლებია ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ აფეთქებდნენ მათ დაკანონებას. ჩვენ ჯერ კიდევ ვერცერთი თვითონცელს გავეცით დაპირება, რომ ყველა ასეთ ადამიანს ოჯახს დავეხმარებოდით და ხელშეუხმობდით იმ საცხოვრებელი ფარფლების დაკანონებაში, სადაც ცხოვრობენ. ასეულობით მილიონობის ლარის ქონება არის დაკანონებული, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე იყო და უკვე გადავიდა კერძო საკუთრებაში. 3000-ზე მეტი ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროგრამა გრძელდება და გვინდა რომ ყველა ის ადამიანი, ყველა ის ოჯახი გავაბედნიეროთ და დავეხმაროთ, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას იმ რაიონში, სადაც ცხოვრობ, სადაც გლობ პარკს. მიმართეთ გამგეობას, ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან. ხელს შეგიწყობენ, გეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაძლებელი იმისთვის, რომ შემდგომში უკვე განხორციელდეს იმ საცხოვრებელი ფარფლების დაკანონება, სადაც დღეს განმავლობაში ცხოვრობთ. ამის თქვა მინდოდა დღეს ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ, ანუ სანამ ყველა ადამიანი და ოჯახი არის დაკმაყოფილებული, მშვიდობიანი დღე მინდა ვისურვოთ, წარმატებები და ყოველივე საუკეთესო. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ შევხვდებით. საბადრო. ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ბანკის მენეჯმენტთან, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებთან და ინვესტორებთან, რომლებიცაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდისადმი და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისადმი,
რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი წინსვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომელიც საქართველომ მიაღწია იმ რეფორმების ფარგლებში, რომლებმაც დაადასტურეს თავისი წარმატება უკვე რიცხვებში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა იმ და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მომავალში განხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებაში, ისეთები როგორც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და რომელიც ითვალისწინებს $500 მილიონ დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამები ძალიან აქტიურად გაგრძელდება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში მეოთხე მუხლის მიმოხილვაზე, სადაც შევაჯამებთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და ასევე დავსახავთ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს. და გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ იანვარში იყო DGG-ს ნაკლები შემოსვლა, რაზედაც აიგო ესე ვთქვათ მითი, რომ ეკონომიკა ჩამოიქცეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახეთ, გუშინ წინ გამოქვეყნდა უკვე ახალი პროგნოზები, როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არის იგივე შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. რაც შეეხება გადასახადებს და გადასახადების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, რომ გადასახადები არის უფრო გადაჭარბებით შესრულებული, უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაინც გარკვეულ სახეების მიხედვით ნახეს, რომ გარკვეული ჩამორჩენები იყო და ამაზე კიდევ ერთხელ აიგო, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოახერხებდით პენსიების დაფინანსებას, რაც შეიძლება იყოს სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მილიონი დაგვაკდა, ნუ ჩამორჩენა არის და 3 მილიონია დაკლებული, როცა პენსიებში 300 მილიონზე მეც ვიხდით, 100-ჯერ მეც ვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა სასაცილოა გარკვეული 3 მილიონის გეგმასთან შედარებით დაკლება ძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები ვეღარ დარიგდება და ხელფასები ვეღარ დარიგდება, რაც აბსურდია. მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, ნუ იყო DGG-ზე თავიდან, რომ DGG ვერ სრულდებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში DGG შესრულდა, ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას ეს არის ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის, ამიტომ არ მგონია მსგავსი განცხადებები აიმე მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს. რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში, რასაც დანაკლისი გვაქვს, ერთ-ერთი არის რეალურად აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, შესაბამისად ვერ მოხდა იმ რაოდენობის შემოტანა იმპორტზე თამბაქოსი, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში, ამასთან ერთად მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად ეს დანაკლისი აქციაში რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტალებში იქნება სრულად აღმოფხვრილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით გადაჭარბებით არის შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისი, რომ წარმოუჩინოთ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. საკანონმდებლო პაკეტი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და უახლოეს დღეებში დაიწყება მისი განხილვები. ცვლილებები მიზნად ისახავს მათ შორის ახალი სასჯელის სახის შემოღებას, რაც გულისხმობს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სახდელის ახალი სახე, ეს არის ქვეყნიდან გაძევება პირის და ასევე შემოსვლის აკრძალვა. აღნიშნული სახდელი გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის პირობებს დაარღვევს, ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდენს წვრილმა ხულიგნობას, პოლიციის წინ დაუმორჩილებლობას ან სხვა ქმედებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მარტივდება
ადმინისტრაციული წარმოების ვადები და პირობები იმ პირებისათვის, ვინც დაუსაბუთებლად მოითხოვს ქვეყანაში თავშესაფარს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება გადაწყვეტილებების ჩაბარების წესს და ინერგება ახალი ელექტრონული სისტემა გადაწყვეტილების ჩაბარების, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარტივდება კონკრეტული ვადების გამოთვლა, რასაც ხშირ შემთხვევაში უცხოელები იყენებდნენ ქვეყანაში დარჩენის მიზნებისათვის. ვფიქრობთ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და მიზნად ისახავს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. მოხარულები ვართ, რომ ორმაგიდან დატვირთვა აქ დღეს ამ სტუმრობას ჩვენთან იუსტიციის სამინისტროსი. ერთი გამოფენა გაყიდვა იმართება ჩემ ზურგს უკან, ნახავთ თქვენ ჟარდობულთა ნამუშევრებისა და მეორე წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენ გადავცემთ დღეს ასობით წიგნს პენიტენციურ დაწესებულებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებასთან მჟავდებულთა მომზადება რეაბილიტაციის კუთხით და ამ მიმართულებით დღეს გაიმართა მჟავდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ასევე ჩვენ ვაგროვებთ წიგნებს, რომლებიც შემდგომში გადაიცემა სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ. გრძელდება ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც გაეროში აკრედიტებული ელჩები სტუმრობენ საქართველოს. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ერთის მხრივ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, მაგრამ ასევე იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია საქართველოს, იმ წარმატების თვალსაზრისით, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით იქნა მიღწეული ჩვენი ხელისუფლების მიერ და რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სამაგალითო ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, მათ შორის კარგი მმართველობის, ტურიზმის განვითარების თუ სხვა მიმართულებით. ამდენად ძალიან ასე ვთქვათ ინტენსიური დიალოგი გაიმართება საქართველოს ხელისუფლების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოწმანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე დაკავებული იქნა ერთი პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულისგან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 38190 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 179,000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც აჟელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა მხილების მიზნით.